ისეთი ზიზღის ფრქვევა მიდის ხოლმე ხშირ შემთხვევაში კომენტარებში, რომ როდესაც ხარ 15-ან 16 წლის, ამან როგორ შეიძლება იმოქმედო შენ ფსიქიკაზე, კაცმა არის ეხლა ზასრული ადამიანი როცა ხარ, იმაზე შეიძლება დიდი გავლენა არ მოახდინოს რაღაცებს რო კითხულობ ეგეც თუ მაინც შენზე არ არის, თქვა ხო ზოგადად როცა კითხულობ. მაგრამ პატარა როცა ხარ, ბევრად ცუდი ზემოქმედება შეიძლება გქონდეს, ვიდრე ექნება ვთქვათ 25 წლის თან ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ უკანასკნელი სიტყვებით გლანძღვა. შარშან წინ ვცადე დატო რაღაც ბებიების და ბაბუების მიმართავს განსაკუთრებული დამოკიდებულება. მთელ ევროპაში, ამერიკაში, მთელ მსოფლიოში არსებობს ბებიის დღე. და მივმართი ამ ჩვენს პარლამენტში შარშან წინ, რომ თან ეს უნდა უსაბუთერო ამ ქვეყანაში, ამერიკაში არის, მე მგონი 30-იან თუ 40 წლებიდან აღარ მახსოვს. დავატესოთ მეთქი ამ ჩვენ ქვეყანაშიც. სესილია თაყაიშვილი არის 17 თუ 19 სექტემბერს, მოკლედ შემოდგომაზეა. ხო, სესილიას დაბადების დღეს დავამთხვიოთ მეთქი, დავატესოთ ბებიის დღე და ამ დღეს რაღაც განსაკუთრებულად მოვეფეროთ. არ ვიცი, ბებიისთვის კითხვას მიყვარხარ როდეს, მე სამწუხაროდ არ მithქვამს. ეგეც მქონდა რომ მქონდა ეგ ბედნიერება. ამერიკის პრეზიდენტის სიტყვები მქონდა ის სამზღვარებული წერილში, რომ აი პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ დღეს მაინც უთხრათ ბებიებს და ბაბუებს, რომ მიყვარხარ. ვქნათ მეთქი ეს. რადგან მიმართა მოქალაქემ ხა პარლამენტმა ეგ საკითხი გაიტანა და განხილვა დაიწყო და მედიამ გაიგო ბუნებრივია, რომ ასეთ უცნაურ საკითხს განიხილავს პარლამენტი, Facebook-ში დაიდო და სამი ღამე არ მეძინა ნერვიულობისგან. ნუ გინება და ის ხო, მაგრამ ხალხი ბევრი ძალიან მწყეული და წყევლის არ ვიცი, მეშინია რატომღაც. სამი ღამე ვიწექი და ნერვიულობდი, რამე არ დაემართოს ამ ჩემშვილებს, რა მინდო და რა ბებია და რა ბაბუა მოვინდო ამით.